გამარჯობა მეგობრებო, ეს არის მოგზაურის ნამბობი და ვიწყებთ მოგზაურობას, მორიგ მოგზაურობას. ძალიან მაგარი სტუმარი ყავს. სიურპრიზი გელოდებათ, მაგრამ მანამდე თხოვნა მაქვს ტრადიციული, გამოგვიწერეთ სადაც გვიპოვეთ, მისამართი იგივეა, აქ ამონათდება მინიშნებები, მადლობა. მოკლედ, დღევანდელი მოგზაური ვასო ფხაკაძე. გამარჯობა ზაქრო. ცნობილი მოგზაური. ცნობილი იუმორისტი და მეთევზე. და საზოგადო მოღვაწე. მეთევზე მონადირე და საზოგადო მოღვაწე. რამდენი რეგალია ჩამოთვალე ხა. მაგრამ აქ თავარი რეგალია მაინც მოგზაურია შემოძმაო. თუმცა დღეს მოგზაურობის გარდა უცხო ქვეყნებში მოგზაურობის გარდა ცოტათი წარსულშიც მოგვიწევს მოგზაურობა, გავიხსენოთ ჩვენი მოგზაურები, გავიხსენოთ ჩვენი ასე ვთქვათ პაესტკები, გასტროლები, რამდენი რაღაცა გადახვდენიათ. მიხარია ზაქრო, რომ ესეთ რაღაც დაიწყე. წარმატებას გისურვებ და მე აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და სპონსორები მინდა რომ დავაინტერესო შენი გადაცემით. გამოაფხიზლო ისეთ რაღაცებს აფინანსებთ სხვა არხებზე რომ სხვა არხებზე არ ვიცი. ნუ მოკლედ მაინც ხო აპოლიტიკურია ხო ეს გადაცემა და მაინც ისე ვიტყვი რა რომ ესეთ ადამიანებს უნდა დაუდგეთ გვერდში. მე ერთად შემეძლება ზაქროს, ერთად შეიძლება. შენ თუ ფული გაქვს ჯიგარო და გაქვს რაღაც გაზიანი სასმელი, ან თუნდაც არაგაზირებული სასმელი და უბრალოდ ჩვეულებრივი ჯუსი, შეგიძლია რომ აი ამ ჭიქის მაგივრად ახლა აქ რო სხვა წყალი ასხე, შენი წყალი ჩაასხა. გაზიანი თუ არა, ჩვენ გავხდით გაზიანს, პრობლემა არა. ჩვენ დავგაზავთ, შენ ფული მოიტანე აქ. კი ბატონო. ნამდვილად აუცილებელი. ან ტურისტულები თუნდაც, ხო? ტურისტული კომპანიები არ გამიფრთხილებია ხალხო და არ უნდა მაგას ტელევიზიონში კები ვართ, ეხლა მაგის მეტი რა ვიცით. აუცილებლად ჭირდება ამას სპონსორი. თან ეხლა ეს არ არის რაღაცა ისეთი მიზერულ თანხებზეა ლაპარაკი, დიდი 10 მილიონი თვეში. მადლობა პრომოუშენისთვის. ხო, აბა აუცილებელია ეს ხალხო, აუცილებელი. ისთვის ეხლა თუ იფიქრე გზაში, თუ როცა დაკპატიჟე, ზაქრო 2 საათი მოდიოდი და ხო დაინდენი თუ რაც გადავხვდენია, თავზე ყველაფერი გავიხსენე. კი ბატონო. ეხლა საიდან მოყვეთ? ბოლოდან თუ ბავშვობიდან დავიწყოთ მოგზაურობა? თუ გინდა ბავშვობიდან დავიწყოთ. მოგზაურობა მიყვარდა ბავშვობიდან, იმიტომ რომ ცეკვავდი ბავშვობიდან. მოცეკვავი ვიყავი პროფესორად და ანუ გასტროლებზე გვიწევდა ხოლმე სიარული. ჩვენ ბავშვობაში მარტო ცეკვიდან შეგეძლო, მე მგონი სადმე წავსდა. მარტო ცეკვიდან შეგეძლო სადმე და თუმცა მეც დავდიოდი ჭადრაკიდან, მარტო საბჭოთა. ხო, ან სპორტიდან, ან სპორტით უნდა ყოფილიყავი დაკავებული, ან რაღაც შემოქმედებით, ან მომღერალი უნდა ყოფილიყავი, ან მოცეკვავი რა. სხვა საბჭოთა კავშირი ჩვენ უკვე მოხდა რა მხილებ ხალხი ვართ. საბჭოთა კავშირის დრო იყო მაშინ და ისე არ გაგიშვებდნენ რა. შანსი არ იყო რომ რაღაცა უკვე ინგრეოდა საბჭოთა კავშირი, მაგრამ 99 წელი იყო რა, რომ წავედი. სად მოგიხდა? ჯერ ვიყავით უკრაინაში, ქონდა კონცერტები და მე წავედი უნგრეთში. ანუ საბჭოთა სივრციდან საბჭოთა ხო, მაშინ ყოფილი კომუნისტური იყო მაშინ, მაგრამ ნუ მაინც სხვა იყო, ხა ის სხვა გარემო იყო, სხვა იყო საერთოდ რა. განსხვავებული ხო, ბუდაპეშტში. ანუ მთლიანად ვიყავით, ბევრ ქალაქში ვიყავით, მაგრამ ერთ-ერთი მაინც ყველაზე ისე დასამახსოვრებელი ბუდაპეშტი იყო რა. ხო და ავტობუსი მაგარი შოკი იყო ხო და შოკი იყო. ჯერ ხო ჩავედი უკრაინაში, ჯერ ჩავფრინდით ოდესაში. ოდესიდან მე ავტობუსით წავედი ჩოპიარი უკიდურეს საზღვარი, მაგრამ ჩოპიარი გეთი ქალაქი უკრაინის და იქიდან გადადიხარ მე უკვე. მეგონი მიშკოლცია, მაგრამ აღარ მახსოვს ქალაქი რა. და იქიდან ავტობუსით გადავედით მე რა და ნუ გავიარეთ, რაც გასავლელი ქალაქები იყო და ჩავედით ბოლოს ბუდაპეშტში და იქ ქონდა კონცერტი რა. ჩოხით პატარა ბავშვი რამდენი წელი 11-12 წლის ბავშვი ვიყავი და რაღაცა დიდ დარბაზში შევედით რაღაცა გონია რომ რაღაც ხოც მიჩვეულებათ აქ ფილარმონია დიდი რაღაც პატარა რაღაც კაბარესა ანუ სარესტორნო რაღაცა მაშინ ესე არ იყო თბილისში რომ აი მაგალითად რაღაცა ივენთები როგორც ეწყობა ხე მაშინ არ იყო ესე რა. იყო ერთი ფილარმონია და სხვა დარბაზები მაგალითად სადაც იყიდი ბილეთს დასხდებოდი და უყურებით ხო. ხო და ჩვენ რო შევედით აქ ანუ იყო როგორი რაღაც ის აი ვახშამივით იყო რაღაცა და ხა საბჭოთა პერიოდში ეგეთი რაღაც არ იყო რომ ცეკვავდა ვიღაცა იქ ჭამს ეგრე ანუ არ მოსულა ხუთები. ეხლა კი არის ჩვენთან მაგალითად არის ბევრი ხო და ეს თემა არ იყო რა და თემა იყო ისეთი რომ ჩვენ დროს ანუ დაიცეკვავდით რა. ხო და ჩოხა გვაქვს ნერვიულობ რა ეხა პირველია მაინც რაღაცა და ანუ მხოლოდ ერთი ცეკვა გიწევდა? არა, რამოდენიმე, მაგრამ ეხა დაისი ჩოხა მაცვია ჩაულებრივად რა, ხანჯერ პატარა ბიჭი ვარ, აზიურები გაწკებილი და კულისებში ვარ ეხა წარმოდიდგენ ფარდებში რაღაცა რა და ჩვენ წინა ნომერში იყო კაბარეს ქალები, ოღონდ ქალები აი
ორით რა ხო მოსო დიდ ზუზუებიანი, დიდ ტრაკებიანი ქალები დადიოდნენ და ვარ 12-11 წლის ყველა ბიჭები და დაგვავიზა დაისი აჭარული რაღაც ეს თან ვაცვია და დაიწეს კივილი, წივილი და ცეკვა. ანუ გასახდელში ჩვენთან ერთად გამოიცვალეს, ხვდები? აი ეს მე რო ჯოხას ვიცავდი ის თავის ბიუსგალტერს იწორებდა და აი მომენტი ყოველთვის მახსენდება ხოლმე და იმას ბავშვი გონი ხარ იმას ბავშვი გონი ხარ ხო და ჩვენ ხო კავკასიელები ეგრევე კაცებად ვიბადებით აი ზედიმა იყო რა მე აი დღემდე მახსოვს რა რომ ვიღაცაში ქალი რო შემოვიდა ვიღაც გოგოები რა მაშინ ჩვენზე რო იყო ეხა 10 წელი დიდი უკვე ზედება ძალიან მახსენდება რა სად გავშელი და სად მივდიოდი არ ვიცი რა ისე და ისე ვიცოდი ის და ის მე ეს ჩარჩენილი ყველაფერი დიდობაში ხო არ გამოიყენეს სადმე სხვა ქვეყანაში რა ვიცი ზოგადად მოგზაურობა ისე თემაა რა მოგზაურობა აი ზოგს უყვარს მაგალითად მოგზაურობა რაღაც აი დაждდება ველოსიპედზე დაუშვათ და წავა რა და მაგას ეძახის მოგზაურობას რა ვიცი თავის მუღამი ხა მე მაგალითად რო ავიკიდებ ჩემ გუდანაბადს ეხლა ჩავждები მანქანაში სათევზაოდ იქნება თუ სანადიოდ იქნება და იქ ასე ვთქვა ჩემი კარავი მაგ და რაღაც ამის მუღამები მაქვს რა მე მოგზაურობა ესეთი უფრო მომწონს ვიღაცა მაგალითად აი ვასკაი კარავში რა შენ ისეთი ტიპი კარავში როგორ იძინებ ანუ მიხარი აი დილით რო წვიმა გაგაღვიძებს აი ჩიტის ჭიკჭიკი ბუნებაში რაღაც აი მოწყვეტილი რო ხარ ხო იცი ყველაფერს სხვა მუღამი აქვს ამას ეხლა ვერ გაიგებს თუ არ უყვარს ადამიანს ამას ვერ მიხვდება რა რამდენ ქვეყანაში გითევზავია 2 მინიმუმ მე მახსენდება პარიზში წახვედი სათევზაოდ მახსოვს და ძალიტრობი ხავდი მე ხარი ესპანეთი გეხვეწები გამიშვი პარიზის ქუჩებში მასე წამო საკრო სათევზაოდ დილით რო გავიწევი ხო თან მე შენ და არაბიძე ვიყავით ხო არაბიძე შენ დარჩი არაბიძე წამოვიდა და ბევრი სხვათა შორის ძალიან ბევრი კალმახები დავიჭრეთ მაშინ ძალიან ბევრი და მოკითხვა აქედან იმ ჩვენ მეგობრებს ვინც იგვიძებს ეხლა რამდენი კალმახიც არ უნდა მითხრა მაინც არ დავსწრება გული კარგად ვისეიდე მახსოვს მაგრამ ნიუ-იორკშიც ვიყავ კი გითევზავია ხო და ნიუ-იორკში 2010-ში რო ჩავედი პირველი კონცერტი რო ქონდა საქველმოქმედო კონცერტი იყო და მთელი ეს ბიჭები ვიყავით რა შენ მგონაში არ ყოფილა წამოხვედი რაღაც არის გადაღება იყო რაღაცა ჩვენი სასტუმროს წინ ზუსტად არის ესეთი ანუ დინარე და დგას ესეთი яхტები აწერია რომ $50 გადაიხადე ძმაო და მოდი და გაგიყვან ოკეანეში გათევზავე არიან სუფერატკანიანები რა ჩვენებს ვეხვეწები ახლა ხან ვინც დავიჭირე მეთქი ბიჭო მე დაგპატიჟებ წავიდეთ მეთქი ოკეანეში პოსო აი რა ვიდეო ნახო მეთქი ოკეანეში თევზაობა თან ხო ვიდეოები მაგ რა ნახი და ასეთი შანსი მაქვს რაღაცა გადი ბიჭო ახლა შენ ახლა ნიუ-იორკში ხარ და დიდ თევზაობას ჩემ ახლა გინდა ეს ქობულეთში ყოფილა და გინდა იმაში რა აზრი აქვს არ გამოყვა და მე დავფიქრდი ხა სად მოყვებოდი ხა ვიღაცა ფერატკანიანს მიყვები $50 აზე და ოკეანეში შეგიყვარს რა ვიცი ხო არა უცხო გასტარის თემაა რა ვიცი მე გადავარდე ხელსავედან სწორად არ მიგაშველებს იქ რა რომელია უფრო შენი ქვეყანა სადაც ყოფილხარ აი სიამოვნებით რო იცხოვრებდი აი ახლოს რო დგას შენთან რა საქართველოზე ისე ხა ეგ ჩოლები ხა ბანალურს მაგრამ აქ ცხოვრებას არაფერი არ ჯობია კი ბატონო მაგრამ აი როგორ გიხარ რა ვიცი რა ესე კონკრეტულად არ მაქვს ამორჩეული გინდა თუ არა აი აქ ვიცხოვრებ მაგრამ ზოგადად აი შვეიცარია რაღაცა უფრო რაღაც სხვანაირია რა აი ბუნება მე ზოგადად ვისაც თევზაობა ყავს ნადი რომ აი 7 და სიწყმარე გერმანია აი არ ვიცი თმო გერმანიაში ზაღლი არყებს ხალხო მართლა არყებს ადრე თურმე იოგებს უჭრიდნენ მაგას და მაგიტომ არა მე ცხოველთა დაცვამ ანუ ან შეიძლება ყევს მაგრამ წინასწარ პატრონი გავთავაზ და ახლა ზაღლი დაიწყოს ხეთას ხო აი საღამოს 8 საათი 8:30 და სავსე იყო კლუბი დაუშვათ ხო კლუბია თუ რა ვიცი სადაც მივირთებთ ამ ლუდებს ასე თქვა რა 8 საათი გახდება არა ყველა მიდის მეორე დღისთვის უკვე ავსტრიიდან გერმანიაში ავტობუსით შევედი სულ ესე ტყეებს მიყვებს სულ ერთი ზომის ხეები ლამაზ ტყეები იყო და ტყეზე რა ეწერა იცი პირდაპირ გამზადებული შუტკა ჩვენքენ ხუმრობა ეწერა ტუალეტი 6 კილომეტრში ჩვენთვის ნებისმიერი ხე ტუალეტი იქნებოდა მაგრამ აი იქ რო არის ადამიანი და ტუალეტი მოუნდება და 6 კილომეტრს გაივლის ის მართლა ღირსი არის იყოს იქ სადაც არის ტუალეტზე გამახსენდა მაგარი ისტორია პარიზში ვარ ხო ჩასულები საქველმოქმედო კონცერტი იყო მე ზაქრო და არა რა საყვარელ თეატრში გამოვედით რა მაგარი იყო მოვიკითხავ აქედან ჩვენს ემიგრანტებს და მაგარი იყო რომ ნაციაურ და კონციაურს ვაკეთებდი არ გახსოვს რაღაცები ხანა
თეულები ვიყავ ახსოვთ ხალხს აი ხა და ნუ დამთავრდა კონცერტი რაღაცა და 2015 წელია თუ 15 ხო 15 დამთავრდა ეს კონცერტი რაღაც ყველაფერი რაღაც დავალაგე და ნუ მივიდივართ სახლში მოდი ფეხი წავიდეთ რა ფეხი წავიდეთ მაგრამ ხა ვინც პარიზში ნაყოფი ხარ და ნუ ეს ეიფელი ჩანს და გონია რომ აქვია კი ისეთი აქვია მაგრამ არ არის აქვია რომ ახლოსა 7 კილომეტრია აქვია არ არის და სახლის ახლოს გავისე ირმოთ რა სასტუმრო მივდივართ ხა ხო არა ამ კოშკი აღარ მოდის ახლოს ეს ძალიან დიდი ხანი მივდივართ რა ხო და ხა ნუ ბუნებრივი მოთხოვნილება ხა მოგვინდა რაღაცა ეხა რა და იქ ღამეა თან წარმოიდგინე შუა ღამე იყო და არაფერი ესეთი არ იყო იქ და მალე მივიდეთო რა სასტუმროშიო და მეთქი პირველი მე შევალ მეთქი ფოტოზე აი და არა მიწა სამის მაგრამ გვინდა და სასწაულად გვინდოდა შევალ მეთქი და უცებ გამოვალ მეთქი რა და შევედი რა და ეხა შეულებრად როგორც არის ხოლმე რაღაც და მე ასე ვთქვათ თუ მერე თუ ასიარულები რომ ვიყავი ასიარულები რომ ეს ახლა თავისი მართლს და ჩვენი მხრიდან ახდებოდა იცი მე და ბალექენი და გამოდი და ვაკაკუნებდა რა შვება ეს რაღაცა მიყუჩდა ცოტა რაღაცა პერიოდის მერე სიტუაცია რაღაც ხმები აღარ გამოწევ და მივაყურადეთ ასე გაჭირებით ტუალეტის კარზე და ღიღინებს ეს და წყლის ხმა ჩაწოლილია და ბანაობს ესენი დამავიწყდა და ჩავწეკი ბანაო და რა სახით ესენი სახით დამხდნენ გარეთ არ ვიცი მე კიდე მე იმ დღეს მე გაგვახსენა გონება გაგვეხსნა მე რომ ნომრის გარდა სასტუმროში ხო არის მე only staff-ში შევედით მე და იმ საღამოს ანუ მხოლოდ staff-ისთვის გამკუთვნილ ტუალეტში და ირად დაგავისდი გარეთ რო გელოდებოდა ვიდეოს რო ვიღებდით ქუჩაში მაგარი გახსოვს თო მანქანა გავრეცხეთ და სამეცო აი დრო მახსოვს რაღაცებს მოშებოდით ხო გაკეთე ვიდეოები შეიძლება კი არის რაღაც ვიდეოები რაც გასაშვები არ არის რაღაცებს მოვზები ხო რაღაც გასაშვები არ არის მაგნად ვერ თავოდი მაგრამ ადგილი რომ ვიპოვეთ გახსოვს მამამ რო წაგვიყვანა მონმარზე რაღაცებს დაგათვალიერებინო ხო და რა იყო მე მათ ხო და არაფერი კარგი ხურობა თქო მან ადგილი რომ ვერ ეხა გახდება პარიზი ხო მაგარია ეხლა გახდა პარიზი მე რომ მინდო მაგარი იყო კი კაი ბატონო კარგი იყო კარგი აბა კიდე ისეთი რომელ ქვეყანას გამოარჩევდი რომ რაღაცა ისეთ გემრიელობას ხო უკრაინის ამბების თუნდაც ამერიკის რა ვიცი სათევზაოდ ხა ფიქრობდი რა მართლა რამდენ ქვეყანაში მითევზავი უკრაინაშიც გითევზავი კი კერძო ტბა იყო რაღაცა უკრაინა გრამაც არ გაგიკვირდა ხო დნეპრზე მინდოდა მე კიდე ერთ თევზაო გავასწრე ლისზე რო გავედი გახსოვს კი მახსოვს ლისზე ავედი სათევზაოდ რაღაც წლების წინ იყო და დიდი ანკეს ესე გაშალე, გაამზადე და ვიღაც დაცვა მოდის. და ბოდიში ვაქო, ანუ რაღაცა წესები შეიცვალა, რაღაც ადრე შეისყიდა, ვიღაც კერძომ შეისყიდა და შეიძლება და ადრე ჩვეულებრივ მისულიყავი კეთევზავა და ვიღაც დაცვა მოდის და ბოდიში ვაქო თევზავა არ შეიძლება და მასო. არაფერი ჩვენ შეიმოთ უბრალოდ და ანკესი 5 მეტრიანი წავა. 5 მეტრიანი ანკესი წრე დავატკი და ჩავკეცეთ წავა. მაგარი იყო გამოცედა ხო. ხო კიდე რა ქვეყნები იყო ამერიკაში ვითევზავი ძალიან მაგარი ჩანჩქერზე აი ეს ეგ იყო აი რა ვიცი რა იყო მაგის YouTube-ზე მაგ დავიჭირე 20 კილოიანი დავიჭირე გარეული ორაგული აი როგორ გითხრა იცი ვეჭიდავე თევს რა თევს ვეჭიდავე წელი მტკიოდა რომ ამონ მქონდა აი ისეთი მაგარი 3 ცალი ხო 3 დავიჭირე სულ მაგრამ გამღუნა რა ისეთი მაგარი იყო რა სხვა ეხა ამას ვერ გაიგებს ვინც არ არის რა ხო ხვდები ხა რა აი შენთვის არის ხა ეს ჩემპიონთა ლიგის ფინალი ეხა PSG და ის რო არის არსენალი აი დაახლოებით ეგ არის ეხა ჩემთვის რა მეც კი მიყვარს PSG და არსენალი და გამარჯვება კვარას რა თქმა უნდა მაგრამ ის არის რა ის მომენტია ეხა მაგის რა გამახსენდი იცი ну რა თქმა უნდა კომედი შოუს პერიოდია წლების წინ და ბიჭები გეგმავთ ჩემპიონთა ლიგის ფინალი ახლოვდება და არა კლასიკო ახლოვდება რეალი ბარსა მე ბიჭები ფიქრობთ აბა სად უყუროთ ვისთან უყუროთ რა ავიტანოთ რაღაცა ესეთ რამე პარალელურად მეთევზეები აქეთ გეგმავთ როგორ წახვიდეთ რაღაცა გადმოფრენა თუ რაღაცა იწყებ რა ვიცი რაღაც ხო გადმოფრენა პეტერ ბაში მონადირეები თუ ხო მონადირეები რაღაცას გეგმავ და იქეთ ფლანგზე ხართ მოკლედ მონადირე მეთევზეები და აქეთ ფეხბურთელები ასე ვთქვა და ეს რო იგეგმება შემოbrunდი მახსოვს აი შეიძლება შენ არ გახსოვდეს და ბიჭო აი
მაგრამ მიკვირს რა როგორ შეიძლება ამხელად ამბავი ატეხოთ რაღაცა ფეხბურთის გამო ესე დააურგა რა მოგწონთ ასეთი რომ ამხელა რაღაცას გეგმავთ რომ სადმე უყუროთ ფეხბურთს რაღაცა ბიჭო მე გიპასუხე მახსოვს რომ ფეხბურთი ხახალ როგორც შენ გიყვარს ეგ საქმე ესევე გიყვარს ჩვენ ფეხბურთი და თან ბიჭო რატომ უნდა გაგიკვირდეს ფეხბურთი სუფთა სახლში ზივარ საღამოს პირველ მიდგას მისაყოლებელი და ვერთობი და ვიცინით ვერთობით სიამოვნებას ვიღებ და შენ დილის 5 საათზე ჭაობში უნდა ჩადრე და კვატს უნდა მოუცადო როდის არ გადმოიფრენს კიდე ან არა მაგრამ ნუ არის რა რაღაცა რომ გიყვარს ხო ანუ როგორც შენ არ გესმოდა ჩვენი თასვლელების არ მესმოდა არასოდეს რა მეთქი აი შეიძლება სადღაც ადიხარ წარმოიდეს რაღაც ჩამოლუმოდი შეიძლება დაიღუპო და დაიღუპო და ანუ მაინც მიდიხარ აი დაახლოებით ეგ არის რა აი რაღაცა რო გინდა აი ხო აი იცი რომ იქ შეიძლება აღარ დაბრუნდე მაგრამ მაინც იმხელა ის არის რომ აი ეგრია რა მაგას შევადარებდი ნადირობასაც და თევზაობას ჰობია კი როგორ არა მაგრამ ის გიყვარს რა იქ ხარ სულ სხვანაირი ადამიანი რა აი ერთი კვირა ხარ მე კარგ ხასიათზე რაღაც ანუ ფსიქოლოგები ზოგადად ხა ჩემი მეგობრები არიან და ყოველთვის მაგას ამბობენ ხოლმე აი პრობლემა რო აქვს ხოლმე და ფსიქოლოგთან რომ მიდიან გასაუბრებაზე რაღაცა რაც მოგწონს ის აკეთე აი მოგწონს ჭადრაკი ითამაშე ყოველდღე ჭადრაკი რომ ის ჰორმონი მიიღო ის რაღაც კარგი ამბავი რა დადებით ისენი ხო ხვდები რა საღამოობით თამაშობ ხოლმე სხვათაშორის რომ რაღაც თუ უფერული დღე იყო ერთი ნორმალური პარტიას რო გამომივიდეს საღამოს ტელეფონით გავხსნი ხოლმე უკვე დღე რაღაცას გავს ხო მე ვერ შევიხო საღამოს ვერ ვინადირებ ესე თბილისში მომინდეს ნადირობა ეგრე აი თან არის ისიც როგორია იცი შეიძლება წელიწადში რამოდენიმე ვარიანტი იყოს რა ხვდები დაგეგმავ რაღაცა აი რო არ გამოდის აი მე უკვე ცუდად ხდები რა რაღაც იმ სხვა ქვეყნებში როცა თევზაური რამე განსხვავებული გაუთვალისწინებელი შეხვდა რომ თურმე იქ რაღაცას იქთი ან რაღაცას საკვებზე მოდის თევზი ყოველთვის მე თევზეი არ თუ მონად იქაურებს უნდა დააკვირდე რითი თევზაურები იმან უკვე იცის ის არის წლები იქ დაბადებული გაზდილია თვითონ მამამისი ბაბუამისი ასე თევზაობდნენ ყოველთვის არის ესე და ისინი გირჩევენ მე რა ყველაზე მაგარი რა იყო ჩავედი რა მარკეტი არ მახსოვს რა მარკეტი იყო ეგ რომ ქვეყანაზე ამერიკაში ვართ რა და დინარეზე მივიდივართ ეხა სათევზაოდ რა დიდი ორაგულები უნდა დავიჭიროთ რა და აი მარკეტში წარმოდიხარ შენ რომელიღაც სახელმწიფო რეკლამაში ჩავარ ნებისმიერ მარკეტში ხა ძალიან ფრონსკი მარკეტში შეხვიდე და ცალკე დიდი მაცივარი როგორც სასმელების მაცივარი ესეთი მაცივარი დგას და იქ იყიდება ჭია მატლი ბაყაყი ყველაფერი რა ოღონდ გაწყრიალებული გასუფთავებული თავის რაზეც თევზი მოდის რა ანუ შეგიძლია ის შესაბამისად აღჭურვილობას ყველაფერი რა ანუ აი მოგინდა ოღონდ იქ იხდი რა შენ თუ ხა იმ თაუნში ცხოვრობ მაგალითად როგორც ბიჭებმა მითხრეს რა იქ გადასახადებს რო იხდი შენ უფასოდ შეგიძლია იქ ითევზაო და თუ სტუმარი ხარ მაშინ ყიდულობ ასე თქვა რა ლაისენს რაღაცას და იმის მიხედვით ისი არ უნდა გათევზაებს იქ შანსი ის შენ ძირითადად სიამოვნებისთვის თევზ არ დაზოს წამოგიყვანია ხო გადაიღე ფოტოს დააფიქსირებ და გადავიღე და გაუშვე მაგრამ არის ხო ხა ბევრი რო დავიჭირეთ შეგიძლია იქ რა რომ იმას ხარ ხო არ ყოფილა გაუფრთხილები ხართ რომ ესა თუ ჯიში რაღაც იშვიათობაა და ზომის მიხედვით არის ზომის მიხედვით მამალი შეგიძლია დაიჭო დედა ქვირთობის ვერჯი არავინ არ გათევზებს არც ადიხა და ისეთი თემაა რა ხო რამდენი დეტალია ხო არ ბევრი დეტალია ძალიან ყველა გერმანიაში სხვა გერმანელებს მაგალითად როგორ არის იცი გერმანია პატრა ჩაკუჩივით არის ესეთი რა ანუ იქ აბარებ შენ გინდა თევზაობა ხო გინდა რაღაც იქ უნდა ჩააბარო გამოცდა რომ უნდა გაიარო რომ თევზს რო ამოიყვან ეს რო ამოიყვან კი არ უნდა დააგდო და თავის სიგრძით კი არ უნდა მოგდეს პატრა ჩაკუჩივით არის უნდა ჩაარტყა თავში უნდა იცოდე რა ადგილას რომ ჰუმანურია უფრო იმის ასე ვთქვათ მე მირთმე ვარ ნუ რა აი ეს დეტალებს უგრძდებიან იქ რა აი მაგიტომ მინდა რომ ჩემი ქვეყანა იყოს ეს ევროპული და რაღაცა რო აი ყველაფერში რო აი ეს არის რა ეხა სანადიროთ რო ვიყავით რო წერზე ვიყავით სანადირო და რო ნადირო ეს ასე ვთქვათ მასრა ხო ვარდება რო გაისვრი ვარდება ძირს ხო გადმოვაგდებს სოფი ასე ვთქვათ რა ამებს ვიღებდი პლასმასიეს გარედან რა პლასმასია და ვიღებ და ჯიბეში ვიდებდი ხო და ეს იქაური მონადირეები მაკვირდები რაღაც გორისკენ ვიყავით სადღაც რა ხო ესე იქაური მონადირეები მიყურებენ ბიჭო რა შებაო ეს ამებს რო იღებსო რა ანუ ეგონა რომ ის მეორედაც შეგიძლია დატენო და მეორედ ისროლო და ჩვენო გვაქვს ვასკავდა თუ ტენიო მაგ იმასო ვაზნებსო ჩვენ გაგატანთო არა ბიტკი ბიჭო ბუნება უნდება ამის გადამუშავებას 200 წელი მეთქი აი ეს პატარა პლასმასი რო არის და მაგიტომ მიდევ ჯიბეში მეთქი რომ მე წავიდე და ჩავყარო მეთქი ან უნდა დაწვა მას ისიც არა გვაქვს რომ სადმე ჩაყარო მაგალითად რა ელემენტები და ასე შემდეგ არა გვაქვს ეგ რაღაც კონკრეტული რაღაცები არის ახლა შემოიღოს ვიღაცები მაგრამ აუ ელემენტზე გამახსენე ხო და მაგას ვამბობ რა ანუ ბუნება ჩვენ თუ არ მოვუფრთხილით გამორიცხულია რა
პირობები რო არ არის შექმნილი კაცი მიდის და საზღვარგარეთებს დაობს შეიძლება ეგ აბა რა დღეში ვარ ერთი მაგარი ისტორია გამახსენდა ზაქრო მოგზაურობაზე ჩვენი მეგობარია გერმანელია რა სიძიე ერთი სიტყვით რა და თუშეთში ევასება ძალიან სიარული რა მოწონს ცხენზე დაждდება ალვანში და ესე მიუყვება ხოლმე მიდის რა შეიძლება 2 დღე მიდიოდეს მაგრამ იმ სიამოვნებას იღებს გერმანელი კაცი წარმოიდგინე ისე უყურს იქაურობა და ძველი პერიოდია რა დენი ეხაც არ არის ზემოთ ეხა მომალოში და იმაში დენი სულ ისენი არ არის რა ხო და ცხენით მიდის ოღონდ გერმანიიდან 90-იანებს გიყვები რა წარმოიდგინე 90 თბილისში არ იყო დენი ხა იქ მით უმეტეს არ იქნება არასდროს არ ყოფილა და ელემენტები ჩამოიტანა და რადიოები და სადაც გაივლიდა თუ ვინმე შეხვდებოდა თითო ორ კანტიკუნტი მოსახლე ვინც იყო ამ რადიოს ჭუკნიდა იქაურებს და ამ ელემენტებსაც აძლევდა რადიოს მაინც მოусმენთ რა არაფერი აქ არ არისო რა მაშინ არის ბზის ელემენტები და ესენი ოღონდო რო დაიცლებაო ეს ელემენტებიო შეინახეთო ეს ელემენტები და მე მეწავიღებო ამ ელემენტებსო რა ეხა ბიჭო ესენი დაფიქრდენო რაღაცა ეტყობ ამ ელემენტებში გერმანულებია თახოთი პრიალა ელემენტები მაშინ ისე თვალჭრიდა რა 90-ებში ეგეთი ელემენტები არ იყო ხარისხი სხვა იყო და თან რა ეტყობა რაღაც არის ამაშიო რა და გახერხეს ამათმა რა რო შინახეს არაფერი ჩაოლებად რაც არის რა გუდრონი და ფანქარია რა ჩაოლებად რაც არის არაფერი არ ყოფილა რა ეს ტიპი უყურე ჩამოვიდა რა ვიცი ხო გაავსო ეს ნახმარი ელემენტებით ეს ჩანთა თქვენ ქვეყანაში არ არის ამის გადამამუშავებელი საამქრო და გერმანიაში წაიღო ბიჭო ერთი ჩანთა ელემენტი და კიდე დაამატე ფული გადაახტევიეს ჩვენმა საბაჟომრ ტვირთი რომ იგაქო ამდენი ელემენტიო კიდე ფული გადაახტევიეს ანუ წარმოიდგინე ხა გერმანელი ჩამოგიტანა ელემენტები შენ იხმარე ოღონდ არ გადაყარო შენ ბუნებას ის უფრო უფრთხილდება ხვდები და წაიღო ეს ელემენტები და გერმანიაში ჩააბარა თავის გადამამუშავებელი ქარხანა რაც არის იქ აი ესეთი შეგნება როცა გვეკნება ჩვენ მაშინ გვეშველება გერმანიაზე გამახსენდა მაგარი მეც რა გერმანიაზე სულ პირველი მანქანა ყავს ახალი ნაყიდი და ბიძაშვილს არ ყავდა მანქანა და გერმანელი სტუმარი ჩამოდისო და შენი მანქანა წამომყევი რა ალბათ 2006-იან 7 წელი. ი ბატონო წავიდე დავხვდით ძალიან საყვარელი ბიჭი ჩამოვიდა მუსიკოსი ბიძაშვილი. ლადო ბურდული. ლადო კაცი. მაგარი კაცი და მოკლედ მაგის გერმანელი პროდიუსერი ჩამოვიდა და წავიყვანეთ ახლა ქალაქში გავასე მაშინ პირდაპირ თავისუფლების მოედანზე. იყო რაღაცა სახინკლე რა. ხო და პატივიცეთო ახლა ნამგზავრი კაცია და წამოვიყვანეთ შევაგდეთ პირდაპირ სახინკლეში. დაუჯექით ისეთი რა შოული არ იყო ხა ჰაი კლასის რაღაცა ასე ვთქვათ რესტორანი მაგრამ ხინკალი გებრიელი ქონდა და ხინკალი შეუკვეთე და ლუდები ხო და დავისხით ახლა სვანთ ლუდს ის იქაურ ამბებს ყვება და კაცი პირველადაა საქართველოში და აქეთ-იქით იყურება ახლა აინტერესებს რა ქვეყანა ჯერ ვერ გაიგო რა ხო და პირდაპირ აქ შემოვაგდეს სასტუმროში წარვაცადეს შესულ და გვერდით შემოვიდა კარი გაიღო მთვრალი კაცი ქართველი დაიყვირა ნათელა ერთი ლუდი დაიძახა და დავარდა გვერდით მაგიდას ეხლა რა ხდება მოკლედ რო ახსნა თურმე ნათელა ამის მეუღლეა და იქვე მუშაობს ის დარმაედი ასე ვთქვათ იმაზე ისეთი ტიპი იყო მუქთან ჭამელი შევიდა და რაღაცა ლუდი გავიდა უფასო პირის პონტიაკ და მოკლედ დააჯდა დაავდა და ხალი გამოდის შენ დალიე ცეცხლი და რაღაცა და ქოთქოთი და თან ცდილობს არ შეიმჩნევს ხებთან და ასე უშვება რაღაცა და კიდე და არ მოუტანა რა თქმა უნდა და ცდილობს ჩაფარცხოს ახლა ეს ქალბონი და ერთ 10 წუთში ეს წამოხდა ნათელა ლუდი მომიტანა დავარდა ის არა აგზალა დიდხანს რო გააგზავნა შეძახილებს აკეთებს ყოველ 10 წუთში 3-ჯერ 4-ჯერ გააკეთა და ეს ამ ხალხს პრინციპულად არ მოაქვს რა თან მწვენია ახლა რომ ხმარი ახსნას და მოკლედ ერთი ნახევარსაათის მერე წამოვდგა ეს თვალი მყარი რომ გონია და აღარ მახსოვს წამოვდგა და ნათელა დაიყვირა ამ ტიპს და გერმანელი ადგა და ერთი ლუდი ვერ გაიგე ხალხი მიუტარეს ნახევარსაათი ჩამოსულმა კაცმა და ამუღავა ქართული ლუდია მიუტანე შევწუხდით და ძალიან გავაცანით ქვეყანა გადახდაზე ჩვენ მეგობრები იყვნენ კიდე ეგრე რა რომ ჩამოვიდნენ ეს გერმანელები რა ხო ხა ის გადაახტევიებ რაღაცას კლუბია თუ რაღაცა და ეხა იქაც რო ჩავედით
ეხა ჩვენო შანსი არა გერმანელები წარმოიდგინე ისე მოვარჯულეთ აქ ამ იმ დაპატიჟებაზე რომ მოდი მე გადავიდი გერმანიაში ჩავედი ხო არ არსებობს ეხა რამე რომ უნდა რა ვიცი ფაფახი იყო თუ ნაბადი იყო თუ რაღაცა რაც დაინახა მცხეთაში გამოუტანეთ მანქანა ჩავაცვით უნდა და არ უნდა და შენ ეს შენ ძმას წაუყე ეს იბა გამოუტანეთ და კიდე ხო ხდები რა ვიცი ღვინოები და რაღაცა იქ რო ჩავედით ეხა ეს ხო ერთი კვირა იყვნენ აქ და ეს ხო იცოდნენ რა ჩვენი ანუ როგორ გიხარ ფხიზლები იყვნენ რა ჩათვალე რომ რესტორნები დავათვალიერებიეთ რა რაღაცები კი ყავდა რომ აი ეს ნახე ეს და ეს მაგრამ თითქოს იქაცო ჩავედით იქ მე ქართული ვარიანტი რა ვიკეთეს რა რომ აქო ჩვენო არაო აქ თქვენ არაფერს არ იხდით ვაკო ჩვენი გეპატიჟებიდო და ისეთი გიხდით მე შეიძლება იზაგვარად რა ანუ სხვა ის არის რა აუ მაგარი იყო ეხა ეს ხო YouTube-ზე ხო ჩემი არხი მაქვს მეგობრებო იახეთ ვასო ხარკაზე ნადირობა თევზაობა და ჩემი ჰობებია იქ ოფროუდი ასე შემდეგ და შენ კარგ ამბავს გეტყვიდე რომ მაღაზიას უხსნით მე და ჩემი მეგობრები ტრიგერი ქვია www.trigger.g ასე თქვა სასხლეტი ქართულად როგორც არის იქნება კარგი სამონადირეო და სანადირო მაღაზია თავის ეკიპირებით, თავის ამბებით ერთ-ერთი ყველაზე მაგარი მაღაზია იქნება. კი, ქავთარადის 60 ნომერში ასე ვთქვათ რა. ანუ ძალიან მაგარი. გახსნაზე და გეპატიჟები. ჯერ ალბათ სექტემბრამდე გავიხსენებთ, რომ პროდუქცია უნდა ჩამოვიდეს, შევისოთ, რომ მარაგები იყოს, რომ მაგარი. ესეც ამაზე ვმუშაობთ. გაიხარე, მადლობა. ხო და რატომ მოვაყოლე ხამ არხს მეთქი რა, YouTube-ი და რაღაცა მეთქი რა. მირეკავს უცხო ნომერი. ეხა ეს ხო ჩემ არხს უყურებს ყველა და იციან ხა რომ აი მაგათ კოლექციონერებს ვეხმარები რომ რაღაცა იარაღი გავასხვისებიო, ოღონ ისე კოლექციონერმა რო იყიდოს. ძირითადად რჩევებზე და ხო, რჩევებზე და მარტო რჩევებზე არა, აი მაგალითად შენ რაღაცა პარაბელუმი ძალიან ძვირიანი მაგალითად და გინდა რომ გაასხვისო, ხო? და მე მოგიძებნი ვიღაცა კარგ კლიენტს ვინც არის ანუ და ასე ვთქვათ რა, რომ აი ამას უნდა რა, ანუ ჩემი არხის მეშვეობით შენ რაღაცას და შენ შეიძლება სამაგეროდ გინდოდეს ამე სხვა ტიპის სხვა სამაგეროდ ან გაცო ანუ მე თავად ჩემი მუღამი არის რომ ეს იარაღი არ გავიდეს ვიღაც უცხოელმა არ ეყიდოს, იმიტომ რომ საქართველოში ბევრი კარგი ძველი იარაღი არის რა და კოლექციონერები ძალიან ბევრი ყავს, ერთ სიტყვით რა ხო. ეს YouTube-ზე ხო უყურებენ ამას, რომ მე იარაღის რევიუებს ვაკეთებ, ესა კოლექციონერები ყავს ჩაწერილი ზაზაკაცად მათ შორის რა, ანუ ბევრი საქართველოში ვისაც უყურს იარაღი და ამის მიმოხილვა მიდის, ეს ამ წელს გამოვიდა, ეს იყო ეს მესამე რეიხის არის და ასე შემდეგ რა. და თათოთაშხებს რო ეძახიან ხა ჩვენთან ყველა მაუზერს, ანუ აი ეგ თემა და მიგეკავს ტელეფონი. დავხედე სამსახურში ვარ, რა ბიჭები ყველა ხედავთ, ხო წერთ რაღაცას სცენას და გავიღებ ცხო ნომერია მეთქი, მანქანა ხო არ უშლის ან რა ვიცი ხა, ავიღე. გამარჯობა ბატონო ვასო, გამარჯობა. ზესტაფონიდან გირეკავთ მეუბნება. გისმენთ მეთქი, აბა. ზესტაფონიდან ან ვიცოდოთ ჩვენ ერთმანეთს? არა ხა ცნობით არ ვიცოდოთ მეუბნება. აბა ზესტაფონი, ჩემი ნომერი ვინ მოგცადო? თელმა ზესტაფონმა ვიცით ჩემი ნომერი ეს მეუბნება. გისმენთ მეთქი რა ხდება? ახლა მოგუდულად მეუბნე ბატონო ვასო და ღიაზე მირეკავს ჩვეულებრივად მირეკავს არც WhatsApp-ი არც სიგნალი რატო გირეკავთ ბატონო ვასო ახლა მე უყურებ თქვენ არხს YouTube-ზე და გაუფორმებელი იარაღი მაქვს ერთი მე და რო გამაყიდიო თუ ძმა ოღონ მართ ჩვენში დარჩეს ჩვენში ვერანაირად ვერ დარჩება სანამ მე გიპასუხებდი რაღაცა ჩაირთო იქ უკვე იწერება შენი ყვები ან მე თავიდან მეგონა რომ მეთქი ვიღაცა ხუმრობს რა გაუფორმებელი რა იქნება გამაყიდა შენი ქვეყანას იცნო და გაჩერდიო ჩვენში ვერ დარჩება ხო არ ვიცი რა დაიჭირეს ის კაცია მეთქი შემოწოვდი აღარ გამოჩენა გაიფორმე მეთქი ეგ იარაღი კანონიერი გახადე და ჩემი თავი შემოგელოს თუ კარგი იარაღია ვინმე კოლექციონერს მეთქი შევთავაზოთ და კი ბატონო გაყიდმა ისე გაფორმებისთვის რაღაცები უნდა წარა, აი мама პაპური რო კონდეს ოჯახში რაღაც ბაბუის გამოსცემნო ჩააბარო. ეგრე არა. კი, გამოსცემნო ჩააბარო მარტივი გამოსცა რა. რაღაც 20 კითხვა რაღაც მარტივი და გააჩნია შენ როგორი გინდა სამონადირეოზე სხვა ოდნავ განსხვავებულია, სპორტული იარაღზე ოდნავ განსხვავებული, მაგრამ მთლიანობაში გავს ერთმანეთს. თავდაცვის განსხვავდება რა. მე ბავშვობაში მასროლინეს რაღაცა ძველი თოფი. ვერ გავამყარე, კარგად ერთი კვირა. ეგ არის ხო, ეგა თუ კარგად არ მიიდგი, დაგარტყავს რა, ანუ ისეთ თემა რა. შენ არ გიოსება ვიცი. არა, ვარ დიდი თევზაობა კიდე შეიძლება. დამიჭერია თევზაობა ახლა გურიაში. ხო, აბა. ბახუს წინ და უკან ორი მდინარე მოჩქებს. წინიდანაც უკიდანაც ხო და იბატონო. ხო და ბოლოს დასასრულისკენ აუცილებლად უნდა გკითხო რა, ისე ვერ გაგიშვებ. მიდი. სოფლიოს ჩემპიონატი იწყება ფეხბურთში. ძალიან მან. და მინდა სპორტშოისო წავიდე. ვიზა კი მაქვს ამერიკის. და ითევზავო? ფინალი თევზაობისთვის წავალ.
თევზაურის სწავლა გახსნა სად არის არ ვიცი ოღონდ. როგორც ახლა ხუმრობით კითხე, რა თქმა უნდა, დიდად არ გიყვარს ხოლმე ფეხბურთი, მაგრამ შენი ფავორიტი ფეხბურთი როგორ არ მიყვარს ბიჭო, მიყვარს, მაგრამ დინამო სტადიონის წინ გავიზარდე. მამა ჩემი, ბაბუო ჩემი, იქ დავიბადეთ, იქ გავიზარდე. იმდენად უყურე. აი როგორ გითხრა იცი? აი დინამო იყო ჩემთვის, აი როგორ გითხრა რა, ის ფეხბურთი, ბურთი, მაყურებელი და მაშინ უყარ იყო ეს რაღაც ტოტალიზატორში რო გაგემაზა ეგრეთ წოდებული. ხელზე მაზავდნენ და იტალიური ეზო იყო ჩვენ და იქ რო შემოდიოდნენ ეს მაზავში, მე ჩხუბობდნენ. და სულ ეს ტიპები ვინ იყვნენ რა, ვიღაცა ტიპები შემოდიან, სიგარეტს ეწევიან, წარმოიდგინე მაშინ დინამოზე მაშინ დინამოზე ხდებოდა 80 თუ რაღაცა 80 და იქ 80000 კაცი ეწევდა რაღაცა კოსმოს რაღაცა ნაგა, აი სიგარეტს ბავშვები რატო ვერ ვიტან. ჩემეზოში იდგა კვამლი, წარმოიდგინე რა, სულ მე მუშტაეთში ჩავდიოდი იქ მანქანები იყო და რაღაცა იქ მიყვარდა იქაც კიდე მაზავდნენ და ჩხუბი იყო ხოლმე სულ ეს ფეხბურთის კამადა მეგონა რომ ვიღაცა ბავშვობიდან რა ცუდად არა ცუდად არა ბევრი მეგობარი მყავდა რაღაცა ფეხბურთელები ჩემ მეგობრებიდან არა ანუ ისეთი თემაა რა რაღაცა ცუდად მოხდა გაცნობა ასე ვთქვათ გაცნობა მოხდა ცუდად თორე მამა ჩემ თამაშობდა კაცო მეკარე იყო და ხონა და უყვარდა რა ფეხბურთი შანს ის სახში იცი რა მაქვს ან თუ ვინმე რამე თამაში იყო წარმოიდგინე ყველა ანუ ჩემი იტალიური ეზო იყო და ინტერნაციონალური ეზო იყო წარმოიდგინე იქ სომხები ცხოვრობდნენ ებრაელებიც რუსებიც რა ვიცი ეზიდებიც ყველა მამა ჩემი გდაბადებული გაძლო ეს ბევრი ენა იცოდა რა ხო და არარაც რო ეთამაშებოდა თბილისის დინამო ხო ჩამოდიოდნენ ხა ჩვენი მეზობლები ვინც იყვნენ ხა ეძიკა ზოია თმეთ მაცხნოს ისენი რა კაი ხალხი იყვნენ აი ჯიგრები თბილისელი სომხები მართლა ისეთი და დრო ჩამოვიდოდნენ ნათესავები ხო ჩამოვიდოდნენ არარაც ხო ჩამოყვებოდნენ არა და მე მოიგებდნენ თუ წააგებდნენ ჩემეზოში იშლებოდა მე სუფრა და ყველა ანუ ამას მოიხილავდნენ და იყო ერთი ამბავი რა ანუ სხვა დამოკიდებულება იყო რა ფეხბურთი იყო სხვა თემა და 71 წელი იყო ლივერპულს რო ეთამაშენ ფაქტია რომ 3-0 მოუგეს ჩვენებმა იქ ნაყიდი კოკა-კოლა და პეპსი მაქვს მაო რომინული პეპსები არის პეპსი და ის და დღემდე მამა ჩემს უყვარდა ხოლმე რაღაცა მარტო მაგ თამაშების დროს ალბათ სოხუმშიც ასხავდნენ ადრე მაგრამ ეს არის ჩაუშესკუს დროს ჩამოსხმულები წარმოიდგინე რა მაგ მე ფოტო თუ გინდა განახებ რა იმ თამაშზე წარმოიდგინე და მამა ჩემს უყვარდა ხოლმე ყოველთვის რაღაცას რო იმაშვებოდა რა სიმბოლურად რაღაცას აი იმ თამაში და რაღაცას ბილეთი მაგ კიდე ძველი რაღაც ანუ რაღაცები ეს რაღაცები ევასებოდა რა ანუ ხოვტები რა იმდენად უყვარდა ფეხბურთი ჩემგან განსხვავებით რა იმას აქვს ძალიან დეტალს გეტყვი ერთ გეგე სულხანიშვილმა მოგვერთხა როგორი დეტალი იცი რომ კახელი მეზობელი წამოიყვანა დინამოს და ეგ პერიოდია წამოდი ოქროს ხანა რა დინამოსი და თასების მომგები და თამაში ვარტოებს ხალხი და ბილეთის გულისთვის რომ მინისტრებს აწუხებენ და რაღაცა იქნება რაღაცა ეს პერიოდი და ამას აქვს ორი ბილეთი და მეზობელს ეხვეწება წამოდი თამაშიო და ტიპმა დაგიჯდები მანქანა მყავსო თელავიდან წამოყვებიო უბრალოდ ხო წამოიყვანა თელავიდან და სტადიონთან ხო გააჩერეს მანქანა მე მანქანაში დაგლოდები დავიძინებ ანუ ტიპს იმდენად არ აინტერესებდა რომ მანქანაში მოგიცდიო და აი ყველანაირი ადამიანი არსებობს მე პატარა ვიყავი მაშინ 91-ში აიღეს დინამომ თასე პროფესია თასე ხო 91 იყო და ბუნდონი დაჩემი ყვება ხოლმე რა მე ხა ბუნდონად მახსოვს რო მოიგეს კალცეის მოუგეს მაშინ აი ბებია ჩემი ოლღა იყო ძალიან ისეთი რაღაც წესრიგებული არა არსებობს რომ ეზოში აი არა ხო იტალიური ეზო იყო და საერთოდ დაუშვათ რაღაც ეზო მაგრამ აი თმა არ გაესწორა რაღაც მოწესრიგებული მოწკეპილი იმერელი იყო რა ტაშტი ეჭირა ბიჭო რაღაცა ძველი ტაშტი რაღაცა ნახა და რაღაცა დასარტყამი რაღაცა და შუაპლეხანოზე იდგა და ამას ურტყავდა დინამოს ყვიროდა აი იმ ხელა სიხარული იყო წარმოიდგინე რა მაშინ რა ანუ ისიც გულშემატკივარი ხო ანუ ისე წარმოიდგინე მთელი აი ხო ხვდები როგორ აერთიანებს დიდი სიხარული ეგ არის რა ეგ თან ქართველები რო იყვნენ და ქართველებმა რომ მოიგეს სამწუხაროა რომ ამ სოფლიოზე არ ვართ და სხვადასხვა 4 წლის შემდეგ 2030 წლის სოფლიო ჩემპიონატზე 64 გუნდიანი გახადეს და იქაც თუ ვერ მოხდი მაშინ რა ვიცი ხო მაშინ დავანებოთ თავი მაშინ რა კარგი, მოკლედ ძალიან დიდი მადლობა. კარგი საუბარი გამოგვივიდა. სამი დღემშვიდობებით, მანამდე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, გამოგვიწეროთ, იგივე მისამართზე ვართ, არსად გადავსულვართ. მადლობა და რა ვიცი, მომავალ შეხვედრამდე, მომავალ მოგზაურობამდე. დიდი მადლობა რომ გვიყურეთ. მადლობა მეგობრებო და მადლობა ზაქროს. აბადროებით.